აი მეგობრებო, მოგესალმებით, ეს არის პანორამული ადგილი, ძალიან ბევრი აქ ადამიანი და ათვალიერებს ამ ადგილს. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ეს. ეს არის მოპირდაპირ ზეთისხილის მთა. ელეონის მთას უძახიან ამას. ქართულად ჩვენ ასე ვიცით, ელეონის მთა. ნახეთ რა მაგარი ადგილია. ეს პანორამული ადგილი შემოგარგება. აი მინდა რომ ნახოთ ეს ყველაფერი. მინელა გაჩვენოთ ამას. ყველაფერს აი სადავას. მეგობრებო, აი ძალიან საინტერესო ადგილია ეს პირდაპირ თქვენ უყურებთ ელეონის მთას. ეს არის ზეთისხილის მთა. ქვემოთ მინდა გაჩვენოთ ნანგრევები, აი ძველი იერუსალიმის ნანგრევები, ეს არის იქ ვერ მოგხვდებით და რადგანაც ძალიან ძვირიღის ბილეთი მოვხდეთ და შეხვდით და დაათვალეთ. მაგრამ აქედან შეგვიძლია აქ რაღაცა შევხედოთ, ნახოთ რა როგორ არის. მოკლედ ეს არის ზეთისხილის მთა, შემოგარგება, რომელიც ძალიან საინტერესო რამე ხდება ზეთისხილის მთასთან დაკავშირებით. კერძოდ ის, რომ თქვენ ალბათ თვალს ადევნებთ, რომ ძალიან ბევრ სასაფლაოებს ხედავთ ზეთისხილის მთაზე. რატოა ეს ასე? საქმე იმაში გახლავთ, შემოგარგება, რომ ამ ზეთისხილის მთა, რომელსაც თქვენ უყურებთ უკან და სასაფლაოებს ხედავთ, ებრაული ტრადიცია გვასწავლის ესეთ რამეს, რომ როდესაც მესია მოვა და ჩამოვა ზეთისხილის მთაზე, ეს ელეონის მთას რო უძახიან, ეს ელეონის მთა, ზუსტად ისაა შემოგარგება, რომ ელეონის მთაზე ჩამოვა მესია. ეს მთა ორად გაიყოფა იქეთ და აქეთ, როგორც წერია ზაქარია წინასწარმეტყველში და რთა აღდგომა იქნება. ამიტომაც მორწმუნე ებრაელი, რომელიც ელოდება მასიახის მოსვლას, მესიის მოსვლას, მან იცის, რომ მესია მოიტანს მკვდართა აღდგომას. ასევე ჩვენც ვიცით, რომ ჩვენი მესია, რომელიც მოვა, ის მოიტანს მკვდართა აღდგომას. და ამიტომაც მორწმუნე ებრაელები ცდილობენ ამ მთასთან ახლოს სასაფლაო იყიდონ, მიწა და იქ დასაბლოთ, რათა პირველივე შეეხებონ მესიას, რომელიც მოვა. საგასაოცარი არის წმენაა, შემოგარგებო, ეს არის ის, რასაც ბევრ ჩვენგან შეშუება, მე მგონი თუ გითხოთ, აი ესე უყურებთ ზემოდან ახლა თქვენ ამას ყველაფერს. ახლა რა გასაოცარი. და ზუსტად ის მთა, რომელსაც ქვია ელეონის მთა. ამიტომაც აქ ბევრი სასაფლაოს ხედავთ. ძალიან საინტერესოა, ეს პატარა მცირე მონაკვეთი მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა. ძალიან საინტერესო ადგილზე ვარ ჩვენ თვითონაც, ახლა მინდა რომ გაჩვენოთ. ეს არის ძველი იერუსალიმი, გოდების კედელის უკანა მხარეს ვართ ჩვენ, უფრო დაბალ მხარეს ვთქვათ. ძალიან საინტერესო ადგილია და მინდა ეს გაჩვენოთ ეს ადგილი შემოგარგებო, სანამ მაქვს ადგილი კამერაში. აი ეს არის ეს ადგილი. აი ეს. აი აქ ვართ, ნახეთ რა მაგარი ადგილია. აი ეს უკან უკვე მუსლიმანების ხანა. აი ეს არის ის ადგილი, რომელსაც მე ახლა არ მიხელა კომა. ძველი იერუსალიმი. ძალიან ბევრი ადგილებია შემოგარგება იერუსალიმს ალბათ. ორი თვე არ გეყოფა ადამიანმა რომ დაათვალერო ყველა ეს ადგილები. აი ესაც ძველი ადგილებია ნაშ. ეს ნამარხებშია ნაპოვნი ყველა ადგილები. როგორ ჩავიდე აქ ნახოთ აბა. თუ შეიძლება რომ ჩავიდე. ვიგითხავ. ნახოთ. ესეც სოციალური არქეოლოგიური გათხრები აქვს უყურებენ. უკვე რაც ნაპოვნი ხო აქ იპოვეს შემოგარგება რომ იცოდე. მაშასე ჩავიდეთ ალბათ თუ მოხდით მიწის ქვეშა იერუსალიმში ხომ კარგი. თუ არა და ალბათ მეორე ჩამოსვლაზე შევალთ. აი ხალხო ძველი იერუსალიმი ნახეთ. აი ხო ხედავთ ის არის ის ქუჩა რომელზეც დადიოდა იესო ქრისტეს დროინდელი. ნახე რამდენად ამოიწია წინ. იცავ? აი ეს არის ის ქუჩა რომელზეც დადიოდა იესო ქრისტეს დროინდელი. ნახე რამდენად ამოიწია წინ. იცავ? აი ეს არის ის ქუჩა რომელზეც დადიოდა იესო ქრისტეს დროინდელი. ნახე რამდენად ამოიწია წინ. იცავ?
ძალიან საინტერესოა. ეს ძველი აქ მინდის არქეოლოგიური გათხრება. აქ არქეოლოგები არიან და მე არქეოლოგი. ეს კი არის მე მგონი ოსმალეთის იმპერიის დროს გაგებული გზა. აქეთ როგორი გზა? ასე ქვებით ეს რომაელების აშენებული არა. მოიცოდეთ? აი ეს აქ ვართ, აი. და მოდგენ გალია. ძალიან ცხელა აქ. კიდევ კაი ეს რომაცვია ეს. სიცხლისგან მიცავს. რაც საშინელი სიცხლე. აი. ამა წავედი ახლა მგზაზე სად ჩიმოგიყვანს. ძველისა, ინახეთ რა მაგარია. აი ესა. ნახოთ. სად ჩავგეპას. აი კალეგდელია არქეოლოგები მუშაობენ. აი სამსავი. აი ძველი იერუსალიმის კოდების კედელი. ეს კედელია რომელიც ნაპოვნია. აქ ძირითადად მაშუქ მაინც ჩამ აი ეს არის დასავლეთის კედელი რომელიც თითქმის 1 კილომეტრის მანძილზე მოდის აქ ბევრი ხალხი არ მოდის ეს უფრო დახურული ზონაა უფრო ესაა სალოცავად უფრო იქნებიან ცნობილი ადგილი რომელიცაა მაგრამ ეს არის ის აი მინდა რომ გაჩვენოთ აი ესეთი სურათი აქვს ამას ესეთი ქალაქია აი ეს პანელგენა რა ხონდეთ აი ეს პანელგენა სულად ხახე რომელზეც ხია აი ეს არის ეს ადგილი ეს უცებ აი ეს მედიოდა ეს ახლა ამოქოლილია მაგრამ ადრე ეს არ იყო ამოქოლილი აი ნახეთ ასეთი ეს არის მეორე ტაძრის ეპოქა ეს არის უბრალოდ აი ეს პლიტკები რომელიც დადგეს ეს რომაელების დადგმულია ესეთი ისე რომ ისეთი გასაოცარი ადგილია ჩემო კარგებო იერუსალიმში ძალიან მაგარი ადგილია რომ იცოდეთ ეს არის ის ადგილი საიდანაც იწყება გადოშკადოშინ ამიტომ წმინდა მოკლე ამის ზემოთ არის ის ტაძარი რომელიც იდგა ამის ზემოთ ეს საინტერესო ადგილია ეს Não, não, não.